სახელითა მამისათა და ძისთა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღფსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს. გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან დიდარზე და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენს წინაშე. დიდარს საერთოდ არ ენაღლებოდა, რომ მის კართან წევს ძიმე ავადმყოფი და გლახაკი. სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოგრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ დიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი. არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. და აი ამ დიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა. ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით, ფუფუნებით და აი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ღარიბი აღმოჩნდა ა ブラ ამის წიაღში. დიდარი კი ცეცხლოვან გენიაში, ოჯოხეთში. რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი საერთოდ? ეს იგავი არის მოწყალებაზე. და ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. და მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. მოწყალე გულის მქონე ადამიანი. ვერც ერთი ულმობელი, ვერც ერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. რა გინდ ბევრი დამსახურება ქონდეს ამ დედამიწაზე. იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ. არამედ ცათა სასუფეველის დამკვიდრებისთვის საჭიროა ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სული წმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამ პარტავანიდან თავმდაბლად, შურიანიდან მოსიყვარულეთ და ასე შემდეგ. ნაყროვანიდან მარხველად და ასე შემდეგ. და ვერც ერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, აი ეს ფერიცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ, რატომ? იმიტომ რომ ასეთი ადამიანის სულში სული წმინდის მადლი ვერ შემოდის. აი ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს მობიერება და მოწყალება ისწავლოს. ეს სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ჩვენ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ დიდრის მსგავსად არ აღმოჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში. არამედ მოემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება ჩვენ იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის. როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე, თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება. ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში. შენ ამ ცხოვრებაში თუ შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლის მოყვარება, ამპარტავნება და სხვა ასეთი ბნებები,
შენ მარადისობაშიც თან წაყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნება. მაგრამ უფალს უნდა რომ შენ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? იმიტომ რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და შენ თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს. აი ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება. ხოლო თუ უნდა და იღწვის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას და განკურნავს ამ ბნებებისგან და აცხოვნებს. ასე რომ აი დავფიქრდეთ ამიგავზე, ვინ ვართ ჩვენ? დიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ვხედავთ ჯერ კიდევ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოსწორდეთ. დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსის და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარულის უფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე. საოცრად ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, შეგვეციოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი. იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ. რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, მას გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით და ამის გამო მრავალჯერ შეშლილი ეგონათ იგი. მაგრამ როგორც ამბობს პავლე მოციქული, სულელი იგი ღვთისა, უბრძენეს არს კაცთა. იგი თავისივე სიცოცხლეში მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება. ადამიანები მოდიან არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს. და დღეს დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც არის ესეთი სულიერი ძნელბედობა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო. საქართველოს არასდროს მოკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება. მას დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და აღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და შეგვეციოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ აი ამ ლაზარეს მსგავსად უფალმა დაგვამკვიდროს ჩვენ აბრაამის წიაღში, რომ დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც თვალს არ უნახავს და რომლებიც ყურს არ სმენია. რისი ღირსის დაეგამხდარიყავით ჩვენ მადლითა და კაცმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით აცდა მარადის და უგუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.